ამბობს რომ მელების მერვე თავის 22 მუხლი რომ ყოველივეში ყველაფერი იგულისხმება ყოველივე ღმერთის მოყვარულთათვის და მისი განზრახვით მოწოდებულთათვის ყოველივე იქნება სასიკეთოდ მე მჯერა ეს ოღონდ ამას თავის პირობები აქვს ეს არ არის ისე შემთხვევით რომ ჩემთვის ყველაფერი სასიკეთო იქნება არა აქ წერია რამდენიმე პირობა ღმერთის მოყვარული უნდა იყოს აუცილებლად ღმერთის მოყვარული და მე წერია მისი განზრახვით მოწოდებული უნდა იყო მის განზრახვაში უნდა მოქმედებდე მის მოწოდებას უნდა პასუხებდე ამ შემთხვევაში უნდა იცოდე რაც არ უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში რა უძლურებაც არ უნდა მოვიდეს რა გასაჭირიც არ უნდა მოვიდეს ყველაფერი მობრუნდება სასიკეთოდ ყველაფერი იქნება სასიკეთოდ ყველაფერს ღმერთის შეცვლის და გარდაქმნის ღმერთის შვილებისთვის სასიკეთოდ ეს ის თემაა რაც ძალიან ჩემს გულთან არის მე მიყვარს ამ თემაზე ძალიან საუბარი და ეს მანი ლაპარაკა მე-11 თავიდან გახსოვთ ალბათ ვინც იყავით ეკლესიაში და უსმენდით მაგრამ მე მინდა დღეს ცოტათი ამას შევეხო ისევ და კვლავ გავაგრძელო იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს ჩვენ რამდენიმე ხნით ადრე სანამდე ამ სტუმრები გვეყოლებოდნენ ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე ეკლესიაში და ვთქვით რომ წმინდა წერილი ამბობს ეს არის ებრაელების მიათე თავი ახლა ვიგეთქვით 38-39 მუხლები აქ წერია ვინაიდან ჩემი მართალი დაუკვირდით ამ სიტყვებს დღეს როცა ვფიქრობდი ამაზე ღმერთმა გამიმახვილა ყურადღება სხვა ადგილები ამბობს მაგალითად აბაკუმის მეორე თავის მე-4 მუხლში წერია მედუდურ კაცში გულიც არაწრფელია მართალი კი რწმენით იცოცხლებს ხოლო ებრაელების მიათე თავის 38-39 მუხლები ცოტათი სხვანაირად ამბობს. ეგ წერია ჩემი მართალიო. დაუკვირდით. ვინაიდან ჩემი მართალი და მე სიტყვა ჩემზე გამიმახვილა ღმერთმა ყურადღება. წმინდა წერილი ამბობს ჩემი მართალი. ანუ მართალი შეიძლება მრავალნაირი იყოს. არის ქვეყნიერების მართალიც. როცა ადამიანი მართალია ქვეყნიერებაზე და ის მართალია და მართალი რო არის ის სხვათა შორის ერთი რამე იცოდეთ ომს მართლები იწყებენ ომში მართლები იბრძვიან როცა ერთი მხარე მტყუანია ომი დამთავრებულია ყველა ჩხუბში სულ მართლები არიან გასაგებია ოჯახში როცა უსიამოვნება ხდება ცოლიც მართალია და ქმარიც მართალია მაგით უაუსიამოვნება თორე როცა ერთი მხარე დამნაშავეა ეგ უსიამოვნება მთავრდება გასაგებია მაგრამ უსიამოვნება და ჩხუბი ხდება იქ სადაც ორივე მართალია და მართალი ნიშნავს რო აიღო ქვეყნიერებაზე მართალი იცი ის მართალია და ტანკში ჩაჯდება და დაანგრევს ყველაფერს და დააქცევს ყველაფერს ამიტომ ამბობს წმინდა წერილი ზოგადად მართალზე არ ამბობს ის ამბობს ჩემი მართალი მე სიტყვა მართლის სიმართლე გითხრათ მეშინია უკვე იცი რაღაცნაირ ასოციაციას იწვევს ჩემში ეს სიტყვა იმიტომ რომ პიროვნება თუ მართალია ის გადათელავს და გადაუვლის ყველას ახლა იმიტომ რომ ეს ძალიან ხშირად გვინახავს ჩვენ ცხოვრებაში მაგრამ წმინდა წერილი ამბობს რომ ჩემი მართალი თუ მართალი ხარ წმინდა წერილმა განსაზღვრა უკვე ჩვენი ცხოვრება თუ მართალი ხარ საკუთარი სიმართლით არ უნდა იცხოვრო ასე არ ამბობს წმინდა წერილი თუ მართალი ვარ თუ ქრისტეს სისხლით გამართლებული ვარ და კიდე ერთხელ წაგიკითხავთ ნახეთ ვინაიდან ჩემი მართალი იცოცხლებს რწმენით არ წერია ის სიმართლით იცოცხლებსო იცი ძალიან ხშირად მე ჩემს ცხოვრებაში როცა რაღაცას ჩახვეული მაქვს რაღაცა და ვატრიალებ ამ რაღაცას და ვატრიალებ და აქ წერია ჩემი მართალი იცოცხლებს რწმენით ხოლო თუ უკან მიიქცევა ჩემი სული არ მოიწონებს მას ჩვენ კი უკან მიქცეულთაგანი არა ვართ დასაღუპავად არამედ მორწმუნენის სულის სახსნელად რას ნიშნავს უკან მიიქცევა მართლის სხვადასხვა კატეგორია არსებობს ჩვენ ხო ვთქვით მართლები ქვეყნიერებაზეც არიან და როცა მართალი სიმართლით ცხოვრებას იწყებს როცა კიდე ერთხელ ვამბობ კარგად გამიგეთ
როცა მართალი საკუთარი სიმართლის მტკიცებას იწყებს. როცა მართალი საკუთარი სიმართლის გამყარებას იწყებს. ეს უკვე უკან მიქცევა, იმიტომ რომ თუ მართალი ხარ, თუ მართალი ვარ, მე რწმენით უნდა ვიცოცხლო. ეს განმისაზღვრა წმინდა წერილმა. მართალი იცოცხლებს რწმენით. ხოლო რწმენა რა არის? ებრაელების 11 თავის პირველი მუხლი, ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება. იმაში, რაზეც ვიმედოვნებ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. მე დღეს მოვძებნე, არის ასეთი მადლობა ღმერთს, დღეს გვაქვს ბევრი საშუალება ამის. ახალი აღთქმის ლექსიკონი ბერძნული ენის, ბერძნული ორიგინალის, არის ასეთი ცნობილი, ყველაზე გავრცელებული ლექსიკონია ბარკლისა და ნიუმანის. მოვძებნე, ბერძნული სიტყვა პისტის ქართულად არის რწმენა. ჩვენ ამას ვთარგმნით როგორც რწმენა, მაგრამ ის არ არის მარტო რწმენა. ბერძნული სიტყვა პისტის ასევე ნიშნავს მტკიცე დარწმუნებას, მყარად ფესვების გადგმას რაღაცაში, აი ისე რომ იცი რა არის, კი არ გჯერა უბრალოდ, არა შენ უბრალოდ იცი და დარწმუნებული ხარ, მყარად ხარ ამაში დარწმუნებული. ასევე ეს სიტყვა ნიშნავს ერთგულებას. ერთგულებას, აი რაღაცას რომ მიუძღვნი შენს თავს, ეს სიტყვა ამას ნიშნავს. წმინდა წერილი ამბობს, რომ მართალი იცოცხლებს არა იმით, რაცაც თვალებით ხედავს. მართალი იცოცხლებს არა იმით, აი თვითონ რომ დაიჯერა რაღაცა და საკუთარი სიმართლის მტკიცებას კი არ იწყებს, იცი, მე მართალი ვარ, მე მართალი ვარ, მე მართალი ვარ. მართალი იცოცხლებს. მე ვიცი, რომ ეს ადამიანი ღმერთმა გაამართლა. ისევე როგორც მე. თუ მე არასრულყოფილი ვარ, ისიც არასრულყოფილი შეიძლება იყოს. ამიტომ მე იმის მტკიცებას კი არ ვიწყებ, რომ მე მართალი ვარ, მე მართალი ვარ, მე მართალი ვარ. არა, მე ვიწყებ რწმენით ცხოვრებას. ერთ ადგილზე წმინდა წერილი ამბობს, რომ საჭმელ-სასმელისთვის ნუ დაღუპავ შენ ძმაასო, რომლისთვისაც ქრისტე იესო მოკვდა. იცი ჩვენ ხშირად სწორედ ასეთ რაღაცეებს ვუშვებთ ჩვენი ცხოვრებიდან. ეშმაკი მართლა ვერაგია, ის მტერია და ის ყველანაირად ცდილობს. მას ორი სახელი აქვს წმინდა წერილში. ერთი ეს არის დრაკონი და შემდეგი მეორე ეს არის გველი. დრაკონი ის არის რაღაცებს რო აზანზარებს, რაღაცებს აი ანგრევს, ხოლო გველი მერე ამ ნაპრალებში მიძვრება. თავისი ეჭვით, თავისი რაღაცით და ჩვენ ხშირად ისე გადავერთვებით ხოლმე და ისე ვიწყებთ რაღაცაში გადართვას, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია. მე დღეს ერთ თემას მინდა შევეხო, მე არ მინდა დღეს მარტო რწმენაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ დღეს ღმერთმა ერთ რამეზე გამემახვილა ყურადღება, რომ მოდი წაგიკითხავთ ამ მუხლს, ეს არის მეორე ტიმოთეს მეოთხე თავი მე-6 მუხლიდან. მეორე ტიმოთეს მეოთხე თავი მე-6 მუხლიდან გასაოცარი ადგილია. წმინდა მოციქული პავლე, ეს არის ბოლო წერილი, როცა მან უკვე თავის განაჩენი იცის და ის წერს ტიმოთეს. და ის ეუბნება, ვინაიდან მე უკვე მსხვერპლი ვხდები, ჩემი წასვლის ჟამი დადგა, კეთილი ღვაწლით ვიხწოდი, მდინარება დავასრულე, რწმენა შევინარჩუნე. ეხლა კი მომელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც უყვარს მისი გამოჩენა. დიდება უფალს და ღმერთმა ყურადღება გამიმახვილა სიტყვაზე, როცა რწმენაზე ვფიქრობდი საერთოდ ამ თემაზე პატრიალებდი ჩემ თავში რაღაცეებს და ღმერთმა გამიმახვილა ყურადღება სიტყვაზე, რწმენა შევინარჩუნე. სხვანაირად ეს სიტყვა შეიძლება ვთარგმნოთ და უფრო სწორი იქნება ასე, რომ მე ერთგული დავრჩი რწმენის საკითხებისადმი. ჩემი შეხედულებები რწმენასთან არ შეცვლილა. მე ერთგული დავრჩი. მე ერთგული დავრჩი ამაზე. გასაგებია? და მე დღეს მინდა სწორედ ამაზე გელაპარაკოთ და სწორედ ეს საკითხი განვიხილოთ და სწორედ ამ რაღაცებს შევეხოთ დღეს. რწმენას ჭირდება შენარჩუნება. რწმენას ჭირდება შენარჩუნება. ჩემო მეგობრებო, მე ვიცი უამრავი ადამიანი, ვინც რწმენა ვერ შეინარჩუნა. ვინც
გადავარდნენ რწმენის რელსებიდან. გინახავთ მატარებელი რელსებიდან გადავარდნილი. ხო, ასევე იცი, ღმერთმა განსაზღვრა ჩვენი ცხოვრება და ღმერთმა თქვა, ჩემი მართალი იცოცხლებს რწმენით. ის რწმენით შეხედავს, ის რწმენით გადაწყვიტავს, ის რწმენით იტყვის, ის რწმენით წავა, რომელთა წერილი ამბობს, რომ ადამიანი რაც რწმენით არ არის, ყველაფერი ცოდვაა. თუ ჭამს ადამიანი რწმენით უნდა ჭამდეს. თუ არ ჭამს რწმენით არ უნდა ჭამდეს. ხოლო რაც რწმენით არ არის, ყველაფერი ცოდვაა. ჩვენ რწმენით უნდა უყურებდეთ საკითხებს. აი მე მინდა ბოდიშით მე მინდა ერთ რამეს დავაკვირდეთ. აი ხშირად ვამბობთ ამის თქმა ადვილია უფრო რწმენით უნდა უყურებდეთ, მაგრამ რწმენით უყურება რაღა არის. აი როგორ უნდა უყურო რწმენით? იცით ეს რას ნიშნავს? რწმენა ეს არის ადრე გითხარით. ებრაელების მეთქი მარკოვის სახარების მე-11 თავში 23 მუხლში არის ასეთი რაღაც. გქონდეთ ღმერთის რწმენაო. დაუკვირდით მას. იქ წერია გქონდეთ ღმერთის რწმენა. ეს არ ნიშნავს ღმერთის ირწმუნე. ეს არ წერია ამ მუხლში. დაუკვირდით, გქონდეთ ღმერთის რწმენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთივე რწმენა უნდა იყოს ჩვენში, როგორც მას აქვს. ღმერთის რწმენის ქონა. იმიტომ რომ ღმერთი როცა ქმნიდა სამყაროს და ღმერთი ყველაფერთან ღმერთს აქვს ხედვა, ღმერთს აქვს წარმოდგენა. ღმერთს სამყარო შემთხვევით არ შეუქმნია. თუმცა ზოგს გონია რომ სამყარო შემთხვევის შედეგია. რაღაცა მოხდა, რაღაც აფეთქდება და შეიქმნა სამყარო. მაგრამ არა. მე მახსენდება დაგიმოწმებთ ისა უბრალოდ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე. იყო ასეთი ცნობილი მეცნიერი, ძალიან დიდებული მეცნიერი. ისაკ ნიუტონი, რომელიც იყო ძალიან დიდი მეცნიერი, მაგრამ ის იყო ძალიან ღრმად მორწმუნე ადამიანი, დიდება უფალს. და იმ დროში ძალიან აქტუალური იყო ეს იყო ხანა, როცა მეცნიერებამ აყვავება დაიწყო და ძალიან ბევრი მეცნიერი ცდილობდა ათეისტური შეხედულების მეცნიერები იყვნენ, ისინი უარყოფდნენ ღვთიურ ქმნილებას, ისინი უარყოფდნენ ღმერთის არსებობას საერთოდ. ერთხელ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი იყო მასთან სახლში თურმე და ისაკ ნიუტონმა საუბარში ახსენა, რომ ღმერთი და ახსენა ღვთიური რაღაც ჭეშმარიტებები. და ეს ახალგაზრდა მეცნიერი მას ეუბნება, რას ლაპარაკობთ? თქვენ დიდებული მეცნიერი ხართ. ნუ თუ გჯერათ, რომ სამყარო ვიღაცამ შექმნა, როგორ შეიძლებოდა სამყარო შექმნილიყო? ეს კაცი ეუბნება და ისაკ ნიუტონმა უთხრა, აბა თქვენ როგორ ფიქრობთ? საიდან არის სამყარო? და ის იწყებს, სამყარო ეს დიდი აფეთქების შედეგად არის შექმნილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და კარგით, ისაკ ნიუტონი მასთან არ შესულა პოლემიკაში, მაგრამ რამდენიმე წუთის მერე მას შეუძღვა მეორე ოთახში, სადაც მის მიერ იყო გაკეთებული ჩვენი galaktikis მოდელი, მზის სისტემის მოდელი, არა galaktikis, მზის სისტემის მოდელი. და პლანეტები ბრუნავდნენ ისე მოწყობილი მექანიკურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და პლანეტები ყველა ბრუნავდნენ მზის ირგვლივ და ჩანდა დამკაცმა თურმე რო დაინახა ეს ყველაფერი ახალგაზრდა კაცმა რო დაინახა აღფრთოვანდა და ამბობს მე მაინტერესებსო ის კაციო ვინც ეს შექმნა მაინტერესებსო ამის შემოქმედი ვინ არის რა დიდებული და კარგი რაღაცა შეუქმნიაო ისაკ ნიუტონმა უთხრა რა შემოქმედიო არავით არ შემოქმედი არ არსებობსო ეს თავისთავად შემთხვევით შეიქმნაო. გაუკვირდა ამ ახალგაზრდა კაცს თურმე. რას ლაპარაკობ უთხრა. შემთხვევით როგორ შეიძლება ასეთი კარგი რაღაცა შეიქმნასო. აქ ხო ხედავ ყველა პლანეტა თავის ორბიტაზე მოძრაობს, ყველა ის თავის ორბიტაზე და შემთხვევით ეს როგორ შეიქმნებოდა. ისაკ ნიუტონი ეუბნება, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, შენ უყურებ იმის პატარა ასლს, რაც სინამდვილეში არის. და მას ყავს რა თქმა უნდა ავტორი. მაგრამ როგორ შეიძლება თუ ეს არ შეიძლება შემთხვევით შექმნილიყო როგორ შეიძლება სამყარო იყოს შემთხვევით შექმნილი მას ავტორი ყავს თუ ამ საათს რომელიც ხელზე მიკეთია და მარტო დროს აჩვენებს და მეტი არაფერი მაგრამ ის მექანიზმია რომელიც მუშაობს და ყავს შემქმნელი როგორ გონი ეს ამხელა მექანიზმი რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ თავისთავად შეიქმნა
შემთხვევით. რა თქმა უნდა არა. ყველაფერ ამას შემქმნელი ყავს. და როცა ღმერთი ქმნიდა ყველაფერ ამას, ეს შემთხვევით კი არ შეუქმნია ისე, უბრალოდ იყო ღმერთი საქმე არაფერი ქონდა, რაღაც გამოვიდა, არა. მე არ მჯერა ასე. მან იცოდა ყველაფერი, იმიტომ რომ წინ ქმნადობას სიტყვა უსრებდა. თქვა ღმერთმა, იქმნას ნათელი და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა. ანუ და რწმენა იცი რა არის? აი ის ხედვა და სურათი იყოს შენში, რაც ღმერთს აქვს. დიდება უფალს. დათოზე შეიძლება უყურებ დათოს რა დაუდია ხელები და ზისა აქვს. მაგრამ უნდა იცოდე რომ ღმერთს მასზე აქვს ხედვა. და ისე კი არ უნდა უყურო მას რაც დღეს არის. ის უნდა შეხედო რაც მისი თვალებით არის. დიდება უფალს. აი ამას ამბობს წმინდა წერილი, ჩემი მართალი იცოცხლებს რით? რა ვიცი ზისა, არა, ჩემი მართალი იცოცხლებს რწმენით, მისთვის ქრისტე მოკვდა. მისთვის ჯვარზე სისხლი იყო დაყრილი. ღმერთს მასზე აქვს ხედვა, ღმერთს მასში აქვს გეგმები, დიდება უფალს. და თუ ჩემი მართალი ეს ამას ნიშნავს, მე ახლა დათოზე კი ვვლაპ, საერთოდ მოვლენებზე ვლაპარაკობ. მე მინახავს ადამიანები. მეგობრებო, მინახავს ადამიანები. არ ვიცი, რომლებსაც სიმართლემ ღვთის ეკლესიაზე ათქმევინა რაღაც. დააკარგინა რაღაცეები. იცი, გამომდინარე აქედან, როცა რაღაცებს საუბრობ და როცა რაღაცებს ვეხებით, ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. რწმენა ეს არ არის უბრალო, აი ბიბლიის საკითხვა. ზოგს მე თუ ბიბლიას ვკითხულობ, ესე იგი მწამს. არა, ბიბლიას დღეს ძალიან ბევრი კითხულობს. და იაკობის წერილის მეორე თავში წერია, რომ შენ გწამს რომ ღმერთი ერთია, კარგ შრები. მაგრამ ეშმაკებიცაც წამთ იგივე. ისინიც იგივე საკეთებენ. თუ რწმენა ეს არის რომ ღმერთი არსებობს, ეს ეშმაკებსაც აქვთ. და ეშმაკებსაც შეუძლიათ. უბრალოდ განსხვავება რაშია, იცი? ეშმაკებს არ შეუძლიათ ერთგული იყვნენ ღმერთის. ის არ არიან ერთგული. თორე თუ რწმენა მარტო იმის დაჯერებაა, რომ ღმერთი არსებობს, ეს ეშმაკებსაც აქვთ. მაგრამ რწმენა არ არის მარტო იმის დაჯერება, რომ ღმერთი არსებობს. მე რომ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს, ეს დაჯერება ჩემში წარმოქმნის რაღაცას, რაღაც ვალდებულებას, რომელსაც უძღვნი ჩემს თავს. მიუძღვნი ჩემს გულს. სხვათა შორის ნოეზე წერია. წლების რამდენიმე წლის წინ, ერთი წლის წინ დაახლოებით, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ეკლესიაში. როცა მადლის საფასურზე ვლაპარაკობდით. მადლი ხო თითქოს სიკეთეა. ჩვენ ვამბობთ, რომ მადლი დაუმსახურებელი საჩუქარია და მადლი ეს უფასოა, მაგრამ არ არის მადლი უფასო. იმიტომ რომ ნოეზე წერია იმ დროს, მხოლოდ ნოემ პოვა მადლი ღმერთის თვალშიო. მხოლოდ ნოეზე იყო ღმერთის ყურადღება გადატანილი. და რატო? იმიტომ კი არა, რომ ღმერთს ჰქონდა ესაკვიატება ნოეს მიმართ. არა, ნოე იყო რაღაც მდგომარეობაში. ეგ წერია, რომ მართალი, წრფელი კაცი იყო ნოე. ღმერთის გზებით დადიოდაო. დიდება უფალს. ანუ ეს იყო საფასური, რომ ის რომ მიხვდა, რომ ღმერთი არის, სხვებმა იცოდნენ, რომ ღმერთი არის და ცდილობდნენ მის მოსყიდვას. ხოლო ნოე მიხვდა, რომ ღმერთი არის და ნოე მისი გზების ძებნა დაიწყო. თუ რა სურდა მას დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში. ნოეს აინტერესებდა ის სურათი, რაც ღმერთის გულში იყო. ნოეს აინტერესებდა ღმერთის შეხედულება იმ მოვლენებზე, რაც ხდებოდა ირგვლივ, რომ თვითონაც იგივე ქონოდა. გასაგებია? ნოეს სხვათა შორის მოდი ავიღოთ ესაიას 55 თავი. როცა წმინდა წერილი ამბობს, ღმერთი ამბობს, თქვენი გზები არ არის ჩემი გზები. თქვენი ზრახვები არ არის ჩემი ზრახვები. როგორც ზეცა არის დაშორებული მიწისაგან, ასე არისო ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვებისგან დაშორებული. ჩვენ ამას ხშირად როგორც ფაქტს ისევ აღიარებთ ეკლესიაში, რომ მისი გზები არ არის ჩვენი გზები. რა თქმა უნდა, მისი გზები არ არის ჩვენი გზები. მისი გზები დიდებულია, ჩვენ სად ჩვენი გზები და სად მისი გზები. მისი ზრახვები არ არის ჩვენი ზრახვები, მაგრამ ღმერთს უნდა, ეს ღმერთის სურვილია, რომ ჩვენ მისი გზების ძებნა დავიწყოთ. ღმერთს უნდა,
რომ მისი ზრახვების ძებნა დავიწყოთ და გადავწყვიტოთ ჩვენ შინაგანში და ვთქვათ ღმერთო, მე ვეცდები რომ შენი სურვილები გახდეს ჩემი სურვილები. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავიტევთ მის სურვილებს მთლიანად. იმიტომ რომ მისი სურვილები ცდება ჩვენი შესაძლებლობის ზღვარს. მაგრამ არის სფეროები და ღმერთს ამ სფეროში უნდა ეხლა რომ მისი სურვილები გახდეს ჩვენი სურვილები. ესაიას წინასწარმეტყველებაში მე-6 თავში როცა მეფე ყუზია მოკვდა, ესაია ამბობს რომ მე ვიხილეო უფალი, ამაღლებულ ტახტზე მჯდომი. მისი დიდება ავსებდა ტაძარს და გავიგონე ხმა, ვინ მივავლინო, ვინ გამეგზავნება, ამბობს ღმერთი. ვინ მივავლინო, ვინ გამეგზავნება. და ღმერთი ეძებს ახლა კაცს, ვინც იტყვის ღმერთო, აი აქ შენი სურვილები გახდება ჩემი. მე გადავწყვიტავ ჩემი სურვილებით კი არა, შენი სურვილებით ვიხემძღვანელო. გასაგებია? ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში დაწერილია რომ ვეძებე კაცი ღობის შემომღობავიო. და ის ვინც დადგებოდა ნაპრალში ამ ქალაქსა და ჩემ შორის, რომ არ დამეღუპა ეს ქალაქი, მაგრამ ვერ ვიპოვე ასეთია. ფსალმუნთა წიგნი ამბობს უფალი ზეციდან გადმოყურებს ადამიანთა შვილებს და ეძებსო თუ ვინმე არის გულისხმიერი, რომელიც მის ნებას ეძებს. ზუსტად ეს არის. ღმერთის გზები არ არის ჩვენი გზები, ღმერთის ზრახვები არ არის ჩვენი ზრახვები. მაგრამ ღმერთს უნდა რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ოჯახში, მოდი ავიღოთ, ოჯახი, ცოლი და ქმარი. გინახავთ ოჯახი, სადაც ცოლსა და ქმარ შორის განსხვავებული აზრი არ დაბადებულა? რაღაც უთანხმოება არ ყოფილა, ასეთი ოჯახი არ არსებობს. მაგრამ ზუსტად იქ, იმ სფეროში ღმერთს უნდა რომ ვიღაცა მისი გზების ზებნა დაიწყოს. მისი განზრახვების ზებნა დაიწყოს. რომ აკრეფა კი არ დაიწყოს რაღაცის. მე მართალი ვარ, მეორე მხარეს მეც მართალი ვარ, დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. მაგრამ ვიღაც ღმერთს უნდა რომ ღმერთის ზრახვების ზებნა დაიწყოს ვიღაცა. და თუ ღმერთის ზრახვების ზებნას დაიწყებს, იქიდან ჰარმონიის დაწყება, ჰარმონია დაიწყება, მოწესრიგება დაიწყება. იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, რომ დასაწყისი, დაბადების წიგნი ქაოსი იყო ყველგან. და წყლებს ზემოთ ღმერთის სული იძროდაო, ასე წერია. და ღმერთმა ამ ქაოსიდან დაიწყო მოწესრიგება. დიდება უფალს. გასაგებია? ასე რომ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ღმერთის გზები არ არის ჩვენი გზები, მაგრამ ღმერთს უნდა რომ მისი გზები ჩვენი გზები გახდეს. ღმერთს უნდა რომ მისი ზრახვები ჩვენი ზრახვები გახდეს, მაგრამ ღმერთს უნდა რომ ვიღაცა მის სურვილს ეძებოს. თავის სურვილები კი არ კონდეს. იცი, აქ ბევრი ხართ ძალიან ჩემო მეგობრებო. ბევრი ხართ ახალგაზრდები, ბევრი ხართ შუახნის ხალხი და ჩვენ ცხოვრებაში გვაქვს ჩვენი სურვილები. ჩვენი გეგმები. მე აქ უნდა ჩავაბარო, მე აქ უნდა ვისწავლო, მე ეს დიპლომი უნდა ავიღო, მე აქ უნდა წავიდე, მე იქ უნდა წავიდე, მე ეს უნდა გავაკეთო, ეს ბიზნესი უნდა დავიწყო, ესე უნდა მოვიქცე. მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ ღმერთი ეძებს, რომ ვიღაცა მოიცლის მისი სურვილებისათვის. ვიღაცა მოიცლის და იტყვის, ღმერთო, არ მაინტერესებს მე რა მინდა, მე ახლა ის მინდა გავიგო, შენ რა გინდა. შენ რა გინდა. შენ რა გსურს ამ მდგომარეობაში, შენ რა გსურს ამ სიტუაციაში, შენ რა გსურს ცხოვრების ამ სფეროში, შენ როგორ გინდა ცხოვრების ამ სფეროში, რა გინდა რომ მოიმოქმედო აქ. ღმერთო, შენ რა გინდა თქვა აქ. მე კი არ ვიტყვი ღმერთო, შენ რო გინდა იმას ვიტყვი და ეს შენი სიტყვა იყოს ჩემს ბაგეში და ეს შენმა სიტყვა მიდინოს ჩემი ბაგიდან. მეგობრებო, იმდენად რამდენადაც ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ვქმნით ხოლმე ხშირად ჩვენს ცხოვრების წესი, რომლითაც ჩვენ ცხოვრობთ, ბოდიში აზრი გავწყვიტე. ეს არის შედეგი კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფის ჭამისა. იმიტომ რომ რა იყო კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფის ჭამა? ეს რაღაც ხილის ჭამა არ იყო. ეს იყო ცხოვრების წესი და ახლა გეტყვით, რომ მე თვითონ წყვიტავ, მე თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებებს. მე ვარჩევ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. არავის არ ვეკითხები ამას. მე ვიცი რა მინდა, მე ვიცი რატო მინდა. ხოლო ღმერთი განა უარყვეს, ღმერთი განა დაივიწყეს, არა, მაგრამ ღმერთს ადგილი მოუძებნეს ტაძარში, ეკლესიაში. ცხოვრებაში მე ვწყვეტ, ცხოვრებაში მე ვიცი, ცხოვრებაში მე თვითონ ვუფლობ, მე ვარ უფალი.
მე ვიღებ ყველა გადაწყვეტილებას, ხოლო ღმერთი ტაძარში და კვირაში ერთხელ მივალ ხოლმე შესაწირავს დავდებ, ან რაღაცა და ღმერთს უმღერებ, ხელებს აღვაპრობ, თაყვანს ვცემ და დამთავრდა ყველაფერი ამით. მაგრამ ეს არ არის ის, რაც ღმერთს უნდა ჩვენ ცხოვრებაში. წმინდა წერილი ამბობს, მართალი იცოცხლებს რწმენით. რწმენა არის მისი სურვილების ჩვენში დანერგვა, მისი გეგმების ჩვენში გადმოტანა, მისი შეხედულებების, მისი ხედვის ჩვენში გადმოტანა და ჩვენში დანერგვა. სწორედ ეს უნდა ღმერთს. მართალი იცოცხლებს რწმენით. და არის მომენტები, როცა იცი სიტუაციები, როცა ღმერთს აქვს სურვილი რაღაც და ამბობს, ვინ მივავლინო, ვინ გამეგზავნება. და ამ დროს ჩვენ არ გვცალია არავის. იყო დრო, მაშინ მე აქ არ ვიყავი ჯერ კიდე და ღმერთმა ყურადღება გაუმახვილა ერთ კაცს გორზე. და ჩვენი პასტორი იყო. საერთოდ შეეძლო არ ჩამოსულიყო. იმიტომ რომ მსახურობდა, იმიტომ რომ ძალიან წარმატებული მსახურება ჰქონდა. მაგრამ მან გადაწყვიტა. აიყვანა თავის შვილი, თავის მეუღლე და წამოსულიყო. და ჩამოვიდა. გავიდა რამდენიმე წელი. უკვე მსახურება ფეხსედად გააკ. უკვე რაღაცას უკვე მსახურობდა ესა. ერთ დღეს მე რუსთავში უნდა წავიდე. იმიტომ რომ ღმერთს სურს, რომ იქ ვიღაც წავიდეს. ღმერთს სურს ეს, ღმერთს უნდა ეს. იცი, მართლა საჭიროა ხშირად. და უნდა ვიცოდეთ, ეძებე მომენტებს შენ ცხოვრებაში. ეძებე მომენტებს. მოდი ვეძებოთ მომენტებს, როცა ეთქვი ღმერთო, მე მინდა შენი სურვილი ჩემთვის უზენაესი იყოს. კარგით. მოდი გადავერთოთ. მე მინდა ისევ ტიმოთეს წერილს დავუბრუნდეთ. რედაქცია. ვინაიდან მე უკვე მსხვერპლი ხვდები, ჩემი წასვლის ჟამი დადგა, კეთილი ღვაწლით ვიღწვოდი, მდინარება დავასრულე და რწმენა შევინარჩუნე, ანუ ერთგული დავრჩი. მეგობრებო, ეს ის მომენტია, რომელსაც უნდა ვიცოდეთ, თუ რამეს უტევს ჩვენში ბოროტი და ეშმაკი. ეს სწორედ ეს არის, რომ ერთგული არ დავრჩე რაღაცეებში. ძალიან დიდი ვაშკაცობა გჭირდება იმისთვის, რომ ერთგული დარჩე. მე ვიცი ადამიანები რაღაცის გამო ობიექტური თუ სუბიექტური, ამას არავით არის მნიშვნელობა. ობიექტური თუ სუბიექტური, რაღაცის გამო უარი თქვეს. პავლე მოციქული ამბობს, იცი, ბევრი მქონდა მიზეზი ძალიან. მოდი ცოტა გაფართოებული კონტექსტი გავაკეთოთ და გაფართოებულ ტექსტში წავიკითხოთ რაღაცეები. მეორე კორინთელების მე-13 თავში პავლე მოციქული ამბობს, რამდენი შემოტევა ჰქონდა, რამდენი განსაცდელი ჰქონდა. დაგწერია, თუ მე აღარ წავიკითხავ ახლა, მე უბრალოდ გეტყვი ჩემი სიტყვებით. განსაცდელში ზღვაში, განსაცდელში მარხვებში, განსაცდელში შიმშილში, განსაცდელში ცრუძმებისგან უასე წერია, რომ ისინი ვინც ახლობლები მეგონენ სინამდვილეში ჩემს წინააღმდეგი იყვნენ, განსაცდელში ამადგან, განსაცდელში იმადგან, განსაცდელში მე ძალიან ბევრი მქონდა მიზეზი, რომ ერთგული არ დავრჩენილიყავი. ძალიან ბევრი მქონდა მიზეზი, გვერდზე გამდგარიყავი. ძალიან ბევრი მქონდა მიზეზი, საკუთარი სიმართლის მტკიცება დამეწყო. ძალიან ბევრი მქონდა მიზეზი. ამისთვის მებრძოლა, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებია. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, მე ერთგული დავრჩი. მე რწმენა შევინარჩუნე. ერთგული დავრჩი. მიუძღვენი ჩემი თავი ბოლომდე. გასაგებია, ჩემი შეხედულებები ვერაფერმა ვერ წაშალა და ვერაფერმა ვერ გააუფერულა. და ამასთან მეგობრებო, მინდა ერთი მუხლი წაგიკითხოთ, ეს არის ფილიპელების მე-6 თავი. ჩემთან ერთად თუ გადაშლით. ეფესელების ფილიპელების მეთქი გასულა ფილიპელებს.
ეფესელების 6 თავის 9 მუხლიდან. გასასრულ ჩემოძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. ეს წინამსახურებებზეც წაგიკითხეთ. შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურვით, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის საკრობას. შეიმოსეთ, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მმართველობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ წუთის სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცის ქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამისათვის ხელი მოკიდეთ ღმერთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინააღმდეგობა ბორო დღეს, ყველაფერი გადალახოთ და გაუძლოთ. რა ცუდია, როცა ქრისტიანები დღეს არ ფიქრობენ, რომ მათ აქვთ ბრძოლები მოსაგები. რა ცუდია, როცა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რა ცუდად მომექცნენ მე და არ ვიცოდე ის, რომ თუ ვიღაცა მეკცევა ცუდად, ამას ყავს ავტორი. ეს საიდანღაც მოდის ყველაფერი. ვიღაც დგას ამის სათავეში. ვიღაცამ შექმნა ეს სიტუაცია. და ვერ დავინახო ამ დიდი შეთქმულების სათავე. არის ასეთი გამოთქმა ქართული. ანდაზა. თუ გაგიგონიათ, არის ცხენს ვერაფერი დააკლო, უნაგირი დაამტრიაო. ზუსტად ასე ვიქცევი ჩვენ მომენტებში, როცა ვერ ვხედავთ იმის ავტორს, ვინც ამ სიტუაციებს ქმნის ჩვენს ირგვლივ. ეს ბოროტია, ეს ეშმაკია, მას ერთი მიზანი აქვს. ერთი მიზანი მხოლოდ, მეტი არაფერი. ეს რა არის ის ერთი რწმენა რომ ვეღარ შეინარჩუნო, ერთგული რო აღარ დარჩე. რაღაცეებში რომ გამდგე. არადა წმინდა მოციქული ამბობს, რომ ხელი მოკიდეთ ღმერთის სრულ საჭურველს, აღიჭურვეთ, უნდა იყო აღჭურვილი, უნდა შეგვეძლოს დაცვა, დაცვა ჩვენი მსახურების, დაცვა ჩვენი თავის, დაცვა ჩვენი რწმენის. იმიტომ რომ თუ რამეს უტევს ჩვენში ეშმაკი, ეს არის ჩვენი რწმენა. თუ რწმენა გვაქვს, ყველაფერი ლაგდება თავთავის ადგილზე. როგორც კი რწმენის შეხედულებებიდან გამოვალთ, როგორც კი რწმენის ჩარჩოებიდან გამოვალთ, ყველაფერი დგება თავდაყირა. ყველაფერი იწყებს ძალიან ცუდად მოქმედებას. ყველაფერი გადადის, ჩვენ ვილაპარაკეთ ადრე, რწმენა ეს მარტო დაჯერება არ არის რაღაცის. რწმენა ეს ფასეულობათა სისტემაა მთლიანი. აი მაგალითად მოდი ავიღოთ. სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა ერში, სხვადასხვა ფასეულობებია. ჩვენ ამ ფასეულობების და მიხედვით ან მოგწონს, ან არ მოგწონს, ან გამსჯით, ან პირიქით ვეთანხმებით, ზოგი ისე, ზოგი ასე. გასაგებია, ხოლო ღმერთმა გადაწყვიტა ჩვენში ჩაეწერა ეს ფასეულობათა სისტემა, ეს არის ღმერთის სიტყვა, ეს არის ღვთის ბუნება. ჩვენ ამით უნდა გამსჯიდეთ, ჩვენ ამით უნდა უყურებდეთ, ამით უნდა ვაკეთებდეთ დასკვნებს. აქედან გამომდინარე უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს. და სამწუხარო არის, როცა ადამიანებმა ეკლესიაში ჩვენ ხშირად ამ ორ რაღაცას ურევთ ერთმანეთში, ქვეყნიერული ადამიანის ბუნება და გარედან ვაწებებთ ქრისტეს ბუნებას. ამიტომ არის დღეს ის, რასაც ვხედავთ ირგვლივ. წმინდა წერილი ამბობს და მე არაერთხელ გავიმეორებ დღევანდელ დღეს, მართალი, მართალი. თუ ხარ მართალი? არ ხარ მართალი? მართალი, მე ჩემ თავს ვეუბნები, მართალი იცოცხლებს რწმენით. მე იმით კი არ უნდა უყურო ჩემს დას, რასაც ეშმაკი მანახებს მასზე. მე უნდა უყურო მას რწმენით. მე იმით კი არ უნდა უყურო ეკლესიას, რასაც ეშმაკი ჩამძახის ყურში. მე მას უნდა უყურო რწმენით. და საქმეები უნდა ვაკეთო არა იმით, რაც რეალობიდან გამოდის ხშირად. და მე მგონია ეს ვირტუალური რეალობა. არამედ საქმეებს უნდა უყურო რწმენით. დიდება უფალს. სხვადასხვა ერთი რამე იცოდეთ, რეალობის რამდენიმე აღქმა არსებობს. რეალობა, რასაც დღეს ჩვენ უყურებთ, ეს დროებითია. პავლე მოციქული ამბობს კორინთელთა წერილში, ჩვენ უყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს. ვინაიდან ხილული დროებითია, უხილავი მარადიული. ამენ. ხილული, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს დროებითია, ხოლო უხილავი მარადიული. ის რთული დრო,
რასიდან ჩვენ შეიძლება დღეს მოვხვდით, ეს დროებითია. უნდა იცოდე, რომ ეს დროებითია. მაგრამ უხილავში თუ ხედავ, იქ მარადიული ფასეულობებს ეხები. ამიტომ მარადიული ფასეულობებიდან უნდა უყურო რაღაცას და რა ხილულში. სხვადასხვა ერთი რამე იცოდეთ. ძალიან ხშირად მომისმენია და ძალიან ხშირად გამიგონია. ეგ-ეგეთია. ეს არის ხილულიდან როცა უყურებ ადამიანს. ხილულში შეიძლება მართლა არის ეგეთი. მაგრამ მარადისობიდან ის ასეთი არ დარჩება მუდამ. ყველაფერი შეიცვლება. მე არაერთხელ მithქვამს, რომ არ თქვა ეგრე. იმიტომ რომ არ იცი, იმიტომ რომ წლების წინ მე სხვანაირი ვიყავი. წლების წინ დათო სხვანაირი იყო. წლების წინ შენ სხვანაირი იყავი. არ იყავი ასეთი. და შენ წარმოიდგინე იმ მდგომარეობიდან რო ეყურებინათ შენთვის. იმ მდგომარეობიდან რო გაგსაჯონ და იმ მდგომარეობიდან რო თქვან თქვენზე დასკვნები. ყველაფერი შეიცვალა. ერთ ოჯახში თურმე ერთმა მამამ მრავალშვილიანი ოჯახი იყო და უჭირდათ ძალიან. საჭმლის დონეზე უჭირდათ. და დაწერეს ესეთი პლაკატი გააკეთა მამამ. ყველაფერი ასე არ იქნებაო, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი ასე არ იქნება. და გააკრეს კედელზე. და ბავშვები თურმე რწმენით უყურებდნენ ხოლმე ამას. როცა ჯდებოდნენ საჭმელად, რომ ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი ასე არ იქნება. გავიდა დრო, ღმერთმა მართლოცვებს უპასუხა და შეიცვალა ყველაფერი. მართლა შეიცვალა ყველაფერი. გაიზარდნენ შვილები, ერთი ბიზნესმენი გახდა, მეორე რაღაც კიდე და ყველას თავის ცხოვრება აქვს და ტრადიცია ჰქონდათ, რომ შობა დღეს ყველა იკრიბება მამის სახლში. და ყველა ერთად ხდებიან და ჭამენ. და როცა ერთ-ერთ შობა შეიკრიბენ და ზიან მამის სახლში და შეხედეს, რომ კედელზე არის წარწერა, ყველაფერი ასე არ იქნება, ყველაფერი შეიცვლება. და ერთი შვილი ეუბნება, მამა, იყო დრო, როცა ამას რწმენით უყურებდითო ჩვენ, რომ ყველაფერი შეიცვლება. ხო შეიცვალა ყველაფერიო, დიდება უფალს. ნახე დღეს უკვე ფულიც გვაქვს, სახლებიც გვაქვს, საჭმელიც გვაქვს, მანქანებიც გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. რაღაც საჭიროა ეს წარწერა ჩამოხსნათო. მამამ არა შვილო, არა, დაანები თავი. ყველაფერი არც ასე არ იქნება. კიდე შეიცვლება. ხო, მნიშვნელოვანია რომელ მხარეს. მნიშვნელოვანი ის ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ მხარეს შეიცვლება. ზუსტად ჩვენზეა დამოკიდებული. რომელ მხარეს შევცვლით. ზუსტად ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ რეალობას მივიღებთ, რომელი რეალობიდან დავიწყებთ განსჯას რაღაცის. წმინდა მოციქული პავლე გალატელთა წერილში მე-6 თავი გალატელთა წერილი მე-5 თავის მე-16 მუხლიდან. აი მე ვამბობ, მოიქეცით სულიერად და თქვენ არ აღასრულებთ ხორცის გულის თქმას. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს ხორცის საწინააღმდეგო. და რა კი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ. თუ სულით იარებითო, სჯულის ქვეშ არ ხართ. დიდება უფალს. ეს უნდა ვიცოდეთ. წმინდა წერილი ამბობს ამას. მოიქეცი სულიერად და არ აღასრულებ ხორცის გულის თქმას. შენ შეგიძლია რომელ რეალობასაც შენ დაუჭერ მხარს, ის გამოვლინდება ჩვენში და ის დაიწყებს ჩვენში გამოვლინებას. რომელ წყაროზედაც შეაერთებს შენს მილს, ის დაიწყებს შენში დინებას. დიდება უფალს. ასე რომ წმინდა მოციქული ამბობს, მოიქეცი სულიერად და არ აღასრულებ ხორცის გულის თქმას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იცი, ქვეყნიერების რეალობიდან დაიწყებ რაღაც უამრავი ადამიანი დღეს ამით ცხოვრობს. ისინი ამბობენ, ეხლა ესია საჭირო, ეხლა ეს უნდა გავაკეთო, ეხლა ესე უნდა მოვიქცე. მეგობრებო, ეს ფორმულები ხშირად არ მუშაობს. დღეს არის ადამიანები დათვლილი, გამოთვლილი, გაწერილი, ჩამოწერილი და ყველა შესაძლო პროგნოზი ამბობს, რომ აი წარმატება იქნება, ასე იქნება, ესე იქნება, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება. თუ გახსოვთ, იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა ქვეყანაში, სადაც იყო ძალიან დიდი გასაჭირი. იმდენად დიდი გასაჭირი იყო,
რომ ადამიანები ერთმანეთის შვილებს ჭამდნენ. ძალიან უჭირდათ. და იყო ერთი წინასწარმეტყველი. გამოვიდა ეს წინასწარმეტყველი და თქვა: ხვალ ამ დროს ერთი საწყაო ფქვილი ძალიან იაფი ეღირებაო. და ერთი საწყაო ზეთი ძალიან ხო არ გაგიჟდი. რას ლაპარაკობ? ასეთი რაღაცა როგორ შეიძლება მოხდეს? მან უთხრა ამ კაცს: იცი, რაღაცა არ გჯერა იმას, რასაც ღმერთი ამბობს. რაღაცა არ გჯერა იმას, რასაც ღმერთი ამბობს. შენი თვალებით დაინახავ ამას ყველაფერს. ოღონ შენ ვერ იგემეფო, ოღონ შენ ვერ შეეხები. ხო იცით, ეს იყო ისრაელი, სადაც დიდი ჯარი იყო მათ წინააღმდეგ და ისინი ალყაში იყვნენ. და დიდი გასაჭირი და დიდი შიმშილი იყო. ხო როგორ გადაწყვიტა ღმერთმა ეს სიტუაცია? 4 კეთროვანი მოდიოდა. კეთროვნები იყვნენ ხალხი, ვისაც ეცვათ სპეციალური ტანსაცმელი. ბოლოში ეჟვნებით, რომ ამ ეჟვნებს უნდა ეხმაურა და ყველა ხვდებოდა, რომ ესენი კეთროვნები იყვნენ. და გაცლოდნენ მათ. და კეთროვნები მოდიან, ჯერ ყველა სხვა შიმშილობდა ყველა და ვის ეცალა კეთროვნების გამოსაკვებად. მოდიან მშივრები, ჯერ ისევ თავისი პრობლემა აწუხებთ, მერე კიდე შიმშილი. და თქვენს რაც არის, მაინც ხვდებით და მაინც შიმშილი გქლავს. მოდი წავიდეთ მტრის ბანაკში. თუ გვაჭმევენ, ხო კარგი. თუ არ გვაჭმევენ, ხო მოკლავენ მაინც და დავისვენებთ. და მოდი წავიდეთ. წავიდე მტრის ბანაკში. და როცა მიდია მტრის ბანაკში, ეს ეჟვნები ხო ხმაურობს. მე არ ვიცი ღმერთმა რა გააკეთა იქ. მაგრამ ეს ხმაური გადაიქცა უამრავ დიდ ხმაურად. და მტრის ჯარს ეგონა, რომ ებრაელებმა ჯარი დაიქირავეს და მოვიდნენ ჩვენს დასახოცად და გაიქცნენ. დატოვეს ყველაფერი. შევიდა ეს 4 კეთროვანი, ჯერ თვალებს არ უჯერებდნენ. და დატოვებულია მთელი სიმდიდრე, სანოვაგე პროდუქტი, ჯერ ხო ჭამეს და ჭამეს თვითონ. რამდენი შეეძლოთ. მე თქვენს კაცო, რატო ვჭამ? მოდი წავიღოთ თან. მოიტანეს ურიკები და წაიღეს ეს ყველაფერი და ხალხი გარბოდა და ურმებით ეზიდებოდაო ამ სანოვაგეს. და ეს კაცი ვინც ამბობდა, რომ ეს არ მოხდება, უწინ სადამიწა გაერთიანება, ვიდრე ეს მოხდებაო. ყველაფერს ამას ხედავდა და ურემმა მიაჭყლითა კედელზე. ანუ ახსრულდა ყველაფერი. შენ თვალებით ნახავ, ოღონ ვერ იგემებ. მეგობრებო, ყველაფერი შეიცვლება. ყველაფერი ასე არ იქნება. იმიტომ რომ რეალობა, რომელსაც შენი თვალებით უყურებ, ეს ის რეალობა არ არის, რაც ღმერთს უნდა. რეალობა ის არის, რაც მარადიულიდან მოდის. ხშირად პრობლემა ის არის, რომ ჩვენი მარადიulis დანახვა არ შეგვიძლია. ჩვენი მარადიულში ვერ ვიყურებით, ჩვენი გვერაფერს ვერ ვიგებთ. არადა ეს არის ჩვეულებრივად. ჩვენ უგონია, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში რო ვართ, ებრაელების მე-11 თავის 23 მუხლი. მოდი გადაშალეთ და წაიკითხეთ. დაუკვირდით. ეს ძალიან კარგი მუხლია. მე-11 თავის 23 მუხლი. 11-3 ხო, 23 საიდან გამახსენდა. მადლობა. დიახ, წმენით შევიტყობთ, რომ საუკუნეები მოწყობილია ღმერთის სიტყვით, რამე თუ წარმოიშვა უხილავისაგან. ყველაფერი უხილავისაგან წარმოიშვა. ჩვენ მოვედით უხილავიდან აქ. ყველაფერი რაც აქ არის დღეს, ყველაფერი უხილავიდან არის მოსული. უბრალოდ ჩვენ მას ვერ ვხედავთ. რეალობა ეს არ არის, სადაც ახლა ჩვენ ვართ. რეალობა სწორედ ის არის, საიდანაც ყველაფერი მოვიდა აქ. და ჩვენ აქედან წავალთ იქ ისევ. ჩვენ ყველანი წავალთ იმ რეალობაში. კი, ძალიან ბევრი ჩვენ არ ვიცით ის რა არის. ჩვენ იქ ჯერ არ ყოფილვართ. ჩვენ არ გვახსოვს იქიდან არაფერი. მაგრამ აუცილებლად ჩვენ იქ წავალთ ყველანი, ეს ჩვენი რეალობაა. აქ არავინ არ დაგვტოვებს. გასაგებია, ასე რომ წმინდა წერილი ამბობს. მართალი იცოცხლებს რწმენით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ჩემო მეგობრებო, მე მინდა დღეს რომ აქედან რომ წავალთ სიტყვა წავიღოთ და სიტყვა გქონდეს, მე უნდა შევინარჩუნო ჩემი რწმენა. იცი, მე უნდა შევინარჩუნო ჩემი შინაგანი, მე უნდა შევინარჩუნო ჩემი განწყობები, მე უნდა შევინარჩუნო ჩემი დამოკიდებულებები, მე ერთგული უნდა დავრჩე. მე ერთგული უნდა დავრჩე. განა ეს იმას ნიშნავს, რომ მიზეზები არ მაქვს. არა, ბევრი მექნება მიზეზი, მაგრამ მიუხედავად ყველა მიზეზისა, მე მინდა ერთგული დავრჩე.
მე მინდა, იცი, როცა ჩემი წასვლის დრო მოვა, ამ დედამიწიდან. მე ისინი კი არ მქონდეს ღმერთო, ეს საზიზღარი ხალხი რას მიკეთებდნენ, როგორ მექცეოდნენ, რა გამიკეთეს, იქ რა გამიკეთეს, აქ რა გამიკეთეს. მე მინდა ერთი რამე მქონდეს. ხელი აღვაპრო და ვთქვა ღმერთო, მიუხედავად ბევრი მიზეზისა, ერთგული დავრჩი. პავლე სწორედ ამას ამბობს. მე სირბილი დავასრულე, როცა წერია ასპარეზი დავასრულე, ეს ნიშნავს აი მორბენალი რო ფინიშთან მიდის. პავლე ამას ამბობს, მე უკვე ფინიშთან მივედი, მე უკვე ჩემი ასპარეზი დავასრულე, მე უკვე გავედი ბოლოში და მე ღმერთო რწმენა შევინარჩუნე. ერთგული დავრჩი რწმენის პრინციპებისა, ერთგული დავრჩი ეკლესიისა, ერთგული დავრჩი დებისა და ძმებისა, ერთგული დავრჩი ოჯახისა, ერთგული დავრჩი ამის, ერთგული დავრჩი მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი ფასებია გადასახდელი ხშირად, რო ერთგული დარჩე. ერთგული დარჩე. იცით, ჩვენ მქონდა მწარე გამოცდილება ამის. როცა ოჯახი დაინგრა. იცი, ოჯახის შენარჩუნებაა მთავარი და აშენება, თორე დანგრევა ძალიან ადვილია. ერთგული დარჩი. ერთგული უნდა დარჩე. უნდა უერთგულო რაღაცეებს. იგივეა ეკლესიაში, იგივეა მსახურებაში, იგივეა დაძმურ დამოკიდებულებებში, იგივეა დაძმურ ურთიერთობებში. მე თუ მიზეზი მინდა ნების ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვიპოვი მიზეზს. ყველგან ვიპოვი მიზეზს. მაგრამ ღმერთს უნდა და დღეს არის ღმერთის სიტყვა ჩვენს მიმართ, რომ გადაიხადე ფასი, უნდა გადავიხადოთ ფასი, რომ ერთგულები დავრჩეთ. მიუხედავად იმისა, რომ 1000 მქონდა მიზეზი, ერთ მიზეზსაც კი არ ჩავჭიდები ვარ და ერთგული დავრჩი. იმის გულისთვის, რომ ღმერთი განდიდებულიყო. იმის გულისთვის, რომ ღმერთის სიტყვა გავრცელებულიყო. იმის გულისთვის, რომ ღვთის ეკლესია, როგორც დიდებული სხეული გამოჩენილიყო და ყოფილიყო. მეგობრებო, ყველაფერი შეიცვლება. კიდევ ერთხელ ყველაფერი შეიცვლება. ყველაფერი არ დარჩება ისეთი, როგორიც არის. მე არ დავრჩები ისეთი, როგორიც ვარ. თქვენც არ დარჩებით ისეთები, როგორებიც ხართ. ყველაფერი შეიცვლება. შენ თუ დღეს ჩემი აზროვნების სტანდარტები არ მოგწონს, ხვალ ეს ასე არ იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვუყუროთ რწმენით ერთმანეთს. გადავიხადოთ ფასი იმისთვის, რომ ერთგულები დავრჩეთ. ერთი სიტყვა, რაც ჩვენ მორწმუნეებმა, მოწაფეებმა პირველ რიგში, უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან. ეს არის სიტყვა მეწყინა. მეწყინა. ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან. იმიტომ რომ ეს სიტყვა არის იარაღი ეშმაკის ხელში. რომლიდანაც ის იწყებს თავის ბნელი საქმეების კეთებას. ასე რომ ძალიან მინდა ეს სიტყვა, რაც დღეს გვაქვს, შეიძლება ეს არ არის ისეთი ემოციური ისეთი სიტყვა, მაგრამ დასაფიქრებელია. პავლე მოციქული ამაზე იმიტომ ლაპარაკობს რმეს და არა ერთ ადგილზე ლაპარაკობს ამაზე. ძალიან ბევრ ადგილზე ლაპარაკობს, რომ მართალი სიმართლით კი არა, მართალი რწმენით იცოცხლებს. მართალი იმაზე კი არის ილაპარაკეს, იცი, მე შევხვდი ერთხელ ერთ ადამიანს ხაშურში. შევხვდი ერთხელ ერთ ადამიანს, რომელიც თურმე ეს მაშინ სადღაც 15 წლის წინ დადიოდა ეკლესიაში. და ვიღაცამ გააბრაზა ეკლესიაში და 15 წელი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ვიღაცამ გააბრაზა. 15 წელი. მე ეს რა გამიკეთეს, მე ესე მომექცნენ, მე ეს გამიკეთეს. და უკეთესი ხო არ იქნება, რომ საერთოდ როცა წმინდა წერილს ვკითხულობთ, მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ხო დაწერილია გიყვარდეთ ერთმანეთიო. ამას შენ გეუბნება ღმერთი. ამას შენ გეუბნება ღმერთი. არასოდეს ახალი აღთქმა არ წაიკითხო ასე. როცა ახალ აღთქმას კითხულობ, ის შენსკენ არის მომართული. და თუ ის სიყვარულზე ლაპარაკობს, პირველ რიგში აქ შენ გელაპარაკება. იცი, მე შენგან არ ვითხოვ სიყვარულს. მე ჩემი სიყვარულის გაზიარებას დავიწყებ. დიდება უფალს. მე შენგან არ ვითხოვ პატივისცემას, მე ჩემი პატივისცემის გაზიარებას დავიწყებ.
მე შენგან არ ვითხოვ სიკეთეს, მე ჩემი სიკეთის გაზიარებას დავიწყებ დიდება უფალს. და თუ ყველა ასე ვიცხოვრებთ, ბევრი რაღაცა შეიცვლება. ბევრი რაღაცა სხვა რეალობაში გადავა. აი ახლა დამთავრდება მსახურება. ელემენტარულად ჩვენ გავალთ და რაღაც საზდო იქნება ჩვენთვის მომზადებული. არიან ვიღაც მე არ მომემსახურენ, მე ასე არ არა, ჩვენ უნდა მომემსახუროთ სხვას. თუ ყველა ერთმანეთს მომემსახურებით, მე ნახავთ როგორი კურთხეული იქნება ყველაფერი. ღმერთს უნდა, მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ, თუ ეკლესია ვითარდება და შენდება, ეშმაკიც არ ზის გულხელდაკრეფილი. ეს იცოდეთ. იცი ტიმოთეს წერილში, ცოტა ისა სხვა თემაა ეს, მაგრამ გეტყვით ამასაც. ტიმოთეს წერილის მეორე თავში პავლე მოციქული წერს ტიმოთეს ასეთ რაღაცას. იტანჯე ჩემთან ერთად როგორც წმენის კარგმა მეომარმაო. არავინ არ შემოიფარგლება ცხოვრებისეული საზრუნავებით, რათა აამოსო მხედარ მთავარს. და თუ იბრძოლებს კიდეცო, გვირგვინს ვერ მიიღებს თუ უკანონოდ იბრძოლებსო. და ძალიან მიკვირდა ხოლმე ეს თავიდან რომ წავიკითხე. ეს არის მეორე თავის მეორე მუხლიდან, მეორე ტიმოთეს წერილის. ფიკვირდა მეთქი ეს უკანონოდ ბრძოლა რაღა არის. უკანონოდ როგორ უნდა იბრძოლო. ბრძოლა, რასაც პავლე მოციქული აღწერს, ეს იყო გლადიატორების ბრძოლა, სადაც არანაირი კანონი არ არსებობდა. ყველანაირი დივერსია ნებადართული იყო. ყველაფრის გაკეთება შეგეძლო. როგორ მემტერილ დაგეზარალებინა. ეს იყო ბრძოლა, სადაც გამარჯვებული ის იყო, ვინ ცოცხალი რჩებოდა. გასაგებია? ეს არ იყო ეხლა რო სპორტია, ეხლა რო ისინია. არა. ეს იყო ყველაზე სასტიკი ბრძოლა და გამარჯვება იყო ის, ვინ ცოცხალი რჩებოდა. და მაშინ იმარჯვებდი, თუ ცოცხალი გადარჩებოდი. აბა უკანონო ბრძოლა რაღა იყო? იცით რა იყო უკანონო ბრძოლა? მოუმზადებელი ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებდი. და იმისთვის რომ გამარჯვება მოგეპოვებია, უნდა მომზადებულიყავი. ამიტომ და მომზადება დიდი ტანჯვა იყო. მომზადება იყო ყველაზე რთული პროცესი. ყველაზე საშინელი პროცესი. გასაგებია? ამიტომ აფრთხილებს პავლე ტიმოთეს ეუბნება, იტანჯე ჩემთან ერთად, როგორც ქრისტეს კარგმა მეომარმა. თუ გინდა რომ გვირგვინი ნახო. თუ გინდა რომ ბრძოლაში გაიმარჯვო. თუ მოუმზადებელი გახვალ ბრძოლაში, შენ აუცილებლად დამარცხდები. გასაგებია? ამიტომ არის ხშირად. როცა მომზადების დრო იყო, მე წამოვწექი. დავიმალე. გავძვერი, თავი ავარიდე, ყურადღება არ გავამახვილე და როცა მოვხვდი სიტუაციაში, აღარ ვიცოდი სად დავმალულიყავი. მეგობრებო, მე მინდა მოგიწოდოთ ძლიერი ლოცვებისკენ, განსაკუთრებით იმათ, ვინც ამ საქმეში მოწოდებულები ხართ. ჩვენ ხშირად გონია, რომ რაღაცეებთან თამაშობთ. რაღაცეებს ისე, იცი, როცა ჩვენ ვლოცულობთ, როცა ჩვენ მივდივართ, როცა ჩვენ სიტყვას ვქადაგებთ, ნუ გონიათ, რომ ეშმაკი გულხელ დაკრეფილი იჯდება. ის ეცდება უკუდარტყმები განახორციელოს. მიკვირს ხოლმე, იცი, მე ხშირად მლოცველები, აუ ესე მოხდა. იცი რატო ხდება ეს? ეშმაკი ურტყავს, იმიტომ რომ დაანგრიოს. ხშირად ვეღარ პოულობთ ერთ აზრს, ვერ სწორდებით ერთ აზრზე. მითო კი არა რომ ვიღაც არის დამნაშავე. შეიძლება ის ვიღაცაც არის დამნაშავე. მე სულ არ ვამბობ ამას. ის ვიღაცაც გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ამიტომ მოდი ყურადღებით ვიყოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ. ყველაფერი მომდინარეობს არა სიტუაციებიდან, ყველაფერი მომდინარეობს ხედვის წერტილიდან. ხედვის წერტილი, მსოფლ ხედველობა, რაზე ხარ აწყობილი. წმინდა წერილია, მართალი იცოცხლებს რწმენით. ის არ და მე ამათი აზროვნება არ მომწონს ესე როგორ. არა, მართალი იცოცხლებს რწმენით. მოდი გადავერთოთ ამაზე. მოდი ავიღოთ მთელი ყურადღება ამაზე და ვისწავლოთ და დავიწყოთ ფასების გადახდა იმისთვის, რომ ერთგული დავრჩე. გავაწლები. ერთხელ თურმე ბილი გრემის ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე.
როცა ვიწყებდით მსახურებასო 19 სტუდენტი ვიყავითო და ვთქვით, მოდით დავიწყოთ მსახურება. დავდექით და გადავიღეთ წერტი ისა სურათიო. 19 ისა სტუდენტი გადავიღეთ სურათი, ვინც მსახურებას ვიწყებდით. გავიდა მსახურების 40 წელი, კვლავ გადავიღეთ სურათი, 19-ვე იქ ვიყავით, ოღონდ უკვე მოხუცებულები. დიდება უფრო. აი ეს უნდა ღმერთს. განა მიზეზი არ მქონდა, ძალიან ბევრი მქონდა მიზეზი, მაგრამ ფასი გადავიხადე. ფასი გადავიხადე. ვიღაცას გაუთლელობას არ მივაქციე ყურადღება, ფასი გადავიხადე და ერთგული დავრჩი. ბოლომდე ერთგული დავრჩი. წმინდა წერილი ამბობს, რომ ბოლომდის მომთმენი გადარჩება. მოთმინება არ არის რაღაც დონემდე არა, ღმერთს უნდა რომ დავითმინოთ. ღმერთს უნდა რომ კი არ მოვითმინო, მოვუთმინო. ღმერთს უნდა რომ იცი კი არ აუკრიფო, გავატარო რაღაცეები. და ისეთ რაღაცეები, იცი, გაუფრთხილდეთ ქრისტეს სხეულს. გაუფრთხილდეთ იმას, რასაც ღმერთი გვაძლევს. იმიტომ რომ დიდი ფასებია გადახდილი ამისთვის. და ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. წმინდა მოციქული პეტრე ამბობს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დადის, როგორც ბრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ გადაყლაპოს. მას ყველას გადაყლაპო არ შეუძლია. მას რო ყველას გადაყლაპო შეეძლოს, დადგებოდა ერთ თავში და ყველას გადაყლაპავდა. ის ეძებს ვინ გადაყლაპოს და ის პოულობს ასეთებს. პოულობს ისეთებს, რომლებიც მოხვდნენ მისი დარტყმის ქვეშ და დაიჭრდნენ. იცით, ერთ დღეში გააწყეს მგლები თურმე. თქვენს როგენიო ირმებს ჭამენო და გააწყეს მგლები. გადაწყვიტეს რომ მგლები იქ არ ყოფილ დახოცეს მგლები. რა დროსაც მგლები დახოცეს, ცოტა ხანში ყველა ირმები დაიხოცნენ. იცით რატომ? ჯერ ერთი აღარ დარბოდნენ და მერე თურმე მგელი იჭერს მარტო დაავადებულ ირემს. მას ჯამთელის დაჭერა არ შეუძლია. ის იჭერს მარტო დაავადებულს. გასაგებია? და რო აღარ იყო მგლები, რომ ეს დაავადებულები მოეშორებინათ, გადაედო, სულ ყველა დაიხოცნენ. იცი, ხშირად ერთი რამე იცოდეთ, ეშმაკს ჩვენზე არავითარი ძალაუფლება არ აქვს. მას არ წილი აქვს სახსენებელი, არც არა, მას მარტო იქ აქვს ძალაუფლება, სადაც ჩვენ ვაძლევთ ადგილს. გასაგებია? სადაც ჩვენ მას უჯერებთ და მის აზრებს ავყვებით, იქ აქვს ადგილი. როგორც კი მისი აზრების დაჯერებას და მას მოისმენ და მისი აზრების დაჯერებას დაიწყებ, ის დაუმატებს და დაუმატებს, დაუმატებს და დაუმატებს, დაუმატებს და დაუმატებს და შემდეგ და შემდეგ. და მე ბევრი მინახავს ასეთი. ასე რომ დღევანდელი თემა მე არ მინდა შორს წავიდე. მართალი იცოცხლებს რწმენით. მოდი ვილაპარაკოთ ამაზე ბევრი ძალიან. შევხედოთ საკითხებს რწმენით. სხვათა შორის ჩვენ რო ვიწყებდით, როცა ჩვენ ვიწყებდით. პასტორი რო შეკვირებობდა ხოლმე ჩვენ ერთ ოთახიან ბინაში და ვიჯექით და რო ვლაპარაკობდით რწმენის და ის რო ლაპარაკობდა რწმენის საკითხებზე, მე მიკვირდა ხოლმე. მეთქი რაღაცა იცი სამანა. საიდან რა შანსი გვაქვს? მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი შეიცვალა. და კიდე შეიცვლება. და კიდე შეიცვლება. და ჩვენ ვიხილავთ, იცი, ძალიან მალე. მე იცი შობას რო მოვედი დაბლასართული შევსებული იყო. ძალიან მალე ეს შენობა ჩვენთვის ძალიან პატარა იქნება. ჩვენ დაგვჭირდება ფიქრი გაფართოებაზე. ჩვენ დაგვჭირდება ფიქრი რამდენიმე მსახურების ჩატარებაზე. იცი, იმიტომ რომ ღმერთი არაპირებს გაჩერებას, ღმერთს შემთხვევით არ მოუწია რაღაცეები. ღმერთმა იცი სად, რა დროს, რატო არ იყო 20 წლის წინ? რატო არ იყო 15 წლის წინ ეს შესაძლებელი? ღმერთმა იცის დროც და შესაძლებლობაც და მადლობა უფალს. და მე ძალიან მიხარია, როცა ჩვენი სტუმრები, ვინც აქ იყვნენ ჩამოსული, დღეს პასტორის სპარტაკი რუსთავში მსახურობს. მადლობა ღმერთს. იცი, მათ მონაწილეობა აქვთ აქ მიღებული და მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ისინი აქედან წაიღებენ ამ კადრებს და აჩვენებენ სხვაგან, რომ დიდება უფალს. სხვათა შორის მინდა მოკითხვა გადმოგცეთ დერინისგან, ჩვენთან რო იყო ამერიკელი ჩვენი მეგობარი, ხანძარი იყო ლოს-ანჯელესში და მე მივწერე, მეთქი ხო ყველანი კარგად ხართ ისა და მომწერა რაღაცები, რომ ყველანი კარგად ვართ, მადლობა და ძალიან
მოგვენატრეთო ყველანი გვიყვარხართ ასე და მე გაუგზავნე მე ჩვენი ვიდეოები ამ დარბაზში მსახურება და აღფრთოვანებულები იყვნენ როგორ შეიცვალა ყველაფერი როგორ გამდიდ და ღმერთი ძველი ვიდეო გამომიგზავნა ხაშურში ვატარებთ მსახურებას პატარა ქოხში რამდენიმე ადამიანი ვატარებთ მსახურებას და იქ მომწერა ამ კაცს იცნობო და იქ მე ვიყავ ვიდეო კადრში ამ კაცს იცნობ მეთქი ბუნდო უნდათ მახსოვს მახსენდება ეგ ოთხს დიდება უფალს ასე რომ ყველაფერი იცვლება მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ ჩვენზეა დამოკიდებული რა მიმართულებით შეიცვლება იცი შეიძლება ცუდი მიმართულებით შეიცვალოს ცუდი რაღაცეებისკენ შეიცვალოს მაგრამ თუ უფლის მომსმენი ვიქნებით და თუ ყურადღებით ვიქნებით და თუ დაუმორჩილდებით და თუ გულს მოვიდრეკთ მის წინაშე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება ყველაფერი ღვთის დიდებისკენ იქნება შეცვლილი და არა ღვთის დიდების საწინააღმდეგოდ დიდება უფალს მოდი მეგობრებო წამოვდგეთ და ვილოცოთ